პაშინიანმა აქედან დავიწყე მე ვფიქრობ გვაჩვენა საერთოდ ახალი დონე სამხრეთ კავკასიელი ლიდერისა ახალი ფენომენი შექმნა პანკავკასიური იდეის რეალიზატორი აღმოჩნდა ნამდვილად დიახ და ამავე დროს აჩვენა პრაგმატიზმის აი რაზედაც კონცეფტი ბევრს გასაუბრებიან მაგრამ არ აკეთებენ და საპირისპიროს აკეთებენ პაშინიანმა პრაგმატიზმის გვაჩვენა მულტივექტორული პოლიტიკაც გვაჩვენა, როდესაც პრემთანაც აქვს გარკვეული ტიპის, ну, რაც სამხეშეულია რა კონტექსტი, ხო, ჩვენ სხვა კონტექსტი გვაქვს, ცხადია. მაგრამ შედარებისთვის ვამბობ, ხო, მაგალითად ვამბობ. გვაჩვენა ისიც, რომ არნახული წიაღწევები გააჩნია საგარეო პოლიტიკური კურსით და საგარეო მიმართულებით, ევროპასთან ასე ახლოს არასოდეს არ ყოფილა სომხური პოლიტიკა, ამდენი რეფორმა, ამდენი მიღწევა ამდენი კონკრეტული მიღწევა ამერიკის ფლანგზე, მათ შორის არასოდეს არ ქონია სომხეთის რომელიმე ხელისუფლებას, აი მაგალითისთვის ავიღოთ ის სამშვიდობო პოლიტიკა, რაც მან გაატარა აზერბაიჯანთან მიმართებით, რომლის შედეგადაც სომხეთში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, 9 მილიონი დოლარის ღირებულების ეროვნული თავდაცვის კონტრაქტი მოიპოვა, არნახულ რაღაცებს აკეთებს ეს ადამიანი და ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ და შიდაპოლიტიკურ კლიმატში, ამიტომ ფაშინიანი მართლა მისაბაძი მაგალითი არის, სარამახო მაგალითი არის, ძალიან სწორი ეროვნული პოლიტიკისა, სომხებისთვის კარგი პოლიტიკისა და ჩვენ რას უყურებთ ამასობაში, ჩვენ გვესაუბრებიან პრაგმატიზმზე, გვესაუბრებიან მშვიდობაზე, მაგრამ არანაირი მშვიდობა არ მიგვიღია, უფრო მეტი გარანტიები არ მიგვიღია, თავდაცვის უნარიანობა არ აგვემაღლებია პირიქით, ისიც დაგვექცა რაც ჰქონდა. აი მკითხობა, რატო არ გვაქვს აი მშვიდობაზე ამდენს ლაპარაკობს რეჟიმი, ხო? სანამ თქვენს კითხვას დაუბრუნდები. აი წამით შევხედოთ, ხო? აი მინდა რომ ყველა რიგითმა ქართულმა შეხედოს. ამდენს ლაპარაკობს რეჟიმი მშვიდობაზე. საჰაერო თავდაცვის სისტემა რატო არ გაგვაჩნია აი ესეთ მძიმე რეგიონში მყოფ სახელმწიფოს, რაც გამოჩნდა კიდევ ერთხელ, ხო? ახლა ბოლო კვირების განვითარებების კვალ და კვალ. ხო, რატო არ გაგვაჩნია უკეთესი თავდაცვის მოდელი? რატო არ ვართ ჩვენ მოქალაქეები მზად, რომ საერთო თავდაცვაში ვიყოთ უფრო აქტიურად ჩართული, ხო? არ ვახსენებ ხა არის ამ მდგომარეობაშია და სხვა ძალოვანი უწყებები, ხო? ანუ არაფერი საერთო კონცეფცია მშვიდობასთან არ გააჩნიათ. ამის თქვა მინდა ძალიან მარტივი ყველასათვის გასაგები ქართულით, ხო? არაფერი სამშვიდობო და პრაგმატული ამ საგარეო პოლიტიკურ კურსში არ არის. ის რომ მშვიდობაა ისიც შედარებითი მშვიდობა, ხო? ხებთ მშვიდობა როგორ შევა ეწოდოს მდგომარეობას, როდესაც ადამიანს სანთლის ანთების დროს სნაიპერი ეცვის თავში. ეს მშვიდობა არის? მარტო კოსმოსში შევა, გასულ მშვიდობა არის, როცა კაცი მოგვიკლეს სანთლის ანთების დროს. 1000-ლოვანი ქრისტიანული, ესე იგი სახელმწიფოს 2025 წელს, ხო? აი წარმოიდგინეთ რაზეა საუბარი საერთოდ, ხო? მშვიდობა არის ამ სოციო-ეკონომიკური კუთხით. მშვიდობა არის, როდესაც ქართველები არ ფლობენ საკუთარ სახელმწიფოს. მშვიდობა არის, როცა გინტური მაპატიეთ და ღმერთმაცხონოს მათ ცხოველივით დაგვიკლეს ეგრეთ წოდებულ საზღვარზე. ეგ მშვიდობა არის. აი შემა კოლექტიური წილოს არის და ზარქუას მშვიდობა იყო და ჩემთვის არ არის ეს მშვიდობა. ჩემთვის რა არის მშვიდობა, ამასაც ვიტყვი. მშვიდობა არის სწორი სტრატეგიული პარტნიორობები ერთი მხრივ, ანუ კარგი ძლიერი პარტნიორები, რომელიც გიმყარებენ ზურგს და რასაც ქვია, გვერდს გაძლევენ, რასაც ქვია, ხო, რომ შენ გვერდით ვარ, თუ დაგჭირდა, ასეთი ყველა პარტნიორი მოსწეს. მშვიდობა არის მეტი თავდაცვის უნარიანობა, იმიტომ რომ პატარა სახელმწიფოს პერსპექტივიდან მშვიდობა არ არსებობს, თუ შენ ომს ძვირფასად არ დაუწვამ მტერს, ხო, რა თქმა უნდა, მშვიდობა უნდა გვიყვდეს და სამშვიდობო ენა უნდა გქონდეს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რომ არავინ არ იფიქროს ჩვენს მიმართ გალაშქრება. ანუ ის მშვიდობა, რაც დღეს გვაქვს, არის სრული ხტომილება. უბრალოდ არ მოუცლია არავის, რომ აქ არ ყოფილიყო მშვიდობა. თორე ჯვარი გწერია, რომ მოიცალოს, არც პარტნიორი გვყავს, არც შეერაღება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აღარ არსებობს საერთოდ. გაუქმეს საბედოლათება, გაუქმეს. კი და ეხლა თეო ნაკუბარდია, თქვენ ძალიან კარგი ცნობილი პოლიტიკოსი, ძალიან მრავალი წელია ამაზე აქტიურობს ძალიან სწორად ამ მიმართულებით და ბევრი სხვა ექსპერტის და პოლიტიკოსიც. ხო, ანუ რა კავშირია გამყოფის მშვიდობასთან? ნოლი. ამიტომ თუ ვინმე ჟერა რა კოცები არიან მშვიდობის საწინდარი, ის არის ძალიან დიდ აცდენაში რეალობასთან. ყველა რეალურ ფაქტს. არა მგონია რომ ეგეთი ბევრი იყოს, შემო გიორგი, გაკოტრებულია ეს ხელისუფლება, უკვე ჭირის დღესავით ეჟავრებ ყველა ლანძღავს, გიორგი, აი დამჯერე ნალთობის ბაზარში მისვლა ბეზარება, ყველა აგინებს.
აი საშუალო და დაბალი ფენას არის ერთ დღეში რა დათხრუნვა გეორგი ეხლა არ ვიცი შენ ეს გაინტერესებს თუ არა ამდენი ჯარიმები გეორგი ამდენი ჯარიმებს ბიუჯეტს ავსებეთ ჯარიმებით კაც არ არის ეს ნორმალური ურთიერთობა აი მართა არ არის ეხლა ამასინაზე ეხლა ერთმა მაჩვენა მოტოციკლეტით ისე ნუ მანქანამ შეავიწრო და ღერძულა ხასთან გაიარა და 2 წუთში მოვიდა 20 ლარი ჯარიმა ჯარიმები ეს აი კალაზე ეს მეგონი და შავჭირა დაყვება ეს ჯარიმების დამწესებლის სტატუსი არ არის სწორი რა ესე იგი ღარიბია ქვეყანა მართა ღარიბია გეორგი იდიოტოკრატია მილიარდ 700 მილიონის სულსაწყიდულოდ არ შეიძლება რომ ამდენი ფული დაიხარჯოს პატარა ქვეყანა ვარ და მილიარდ 700 საერთოდ თითითიძე არ გაუნზრევიათ არ არის ეს ისე დასაკვბობია ამათი პარაზიტული ხელისუფლება როგორ შეიძლება ჯარიმები ავსებდა კომისია ფასების დასაკლებად რაც არის თუნდაც მე სამწუხაროდ მე ძალიან მინდა ფასება დაიკლოს მაგრამ მე ვიცი რომ ამას კომისიის შექმნა და იქ ლატეს და კაპუჩინოს სწრუფვა რომ კანცელარიის რომელიღაც ოთახში ამას არ უშველის ამას შეიძლება თქვენი თქვის არ იყოს იმპორტ ექსპორტის ჯანსაღი მიმართება როგორ შეიძლება პასიური ბალანსი სოფლის მეურნეობის განვითარება როგორ შეიძლება რომ მილიონების და მილიარდების მართლა კიტრს და პამიდორს ყიდულობდეთ ეს ხო წარმოუდგენელია ხო აბსოლუტურად და მართლა ირანიდან შემოქონდეს რაღაც ბოსნიური თუ სხვა ქვეყნებიდან მაგრამ თქვენს კითხვაზე დაუბრუნე ბატონო დავით მე ვფიქრობ რომ ქართული ოცნების რეჟიმს თქვენს პირველ კითხვას ქართული ოცნების რეჟიმს დაუდგათ რომ როდესაც მათ ჭირდებათ უფრო მეტი სტაბილიზაცია კი იბრიქებიან და გვიმტკიცებენ რომ აქ ყველაფერი კარგადაა აქვს და კონტროლის ქვეშ აქვს მაგრამ მათ იციან რომ ლეგიტიმაციის გარეშე დემოკრატიული მანდატის გარეშე საგარეო პარტნიორების გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან როგორც რეჟიმი მით უმეტეს აი მცვალებად ძალიან მძიმე იზოლაციაში მოიხდინეს თავი გრიგოლ აი იზოლირებულია დაგმობილი ყავს ყველა ქვეყანას ევროპისას აი სამარცხვინო მთავრობა ყავს როგორ შეიძლება ამათი ესე დიდხანს ყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მე დავამატებდი ევროპას ხომ სალსახად იზოლირებული ყავს და გაჩერებულია მოკვეთილები კი, მაგრამ ამერიკასაც აი თუ შევხედავთ, ხო, ამერიკამ მეხუთედ გააკეთა იგივე განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა რაც წინაწელსაც, ანუ ამ ვიზიტმაც, რომელიც არ იყო ოფიციალური ვიზიტი, იმიტომ რომ ქოცები არავის არ მიუწევია ამერიკაში, ისინი ჩავიდნენ რაღაც მესამე მხარის ორგანიზებულ კონფერენციაზე. და გზად ჰქონდათ ორი შეხვედრა. აი ეს არის მთელი მოცემულობა და ამერიკაც მათ ეუბნება რას, რომ შეამცირეთ ჩინეთის ესე იგი ეკონომიკური გავლენა, შეწყვიტე ანტიამერიკული რიტორიკა რეალურად გააკეთე რამე შუა კორიდორის შესაქმნელად და გასავითარებლად, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნას ორგანიზებული და ანაკლიის გრძელვადმყოფი პორტის პროექტი აშენდეს ისე, რომ მავნეს ზეგავლენები არ იყოს მასში ჩართული, ჭარბად, გულისხმობ იმ სახელმწიფოებს, რომელიც არ არიან ამერიკის ეროვნულ ინტერესთან თანხმდროში და არც ქართულთან, რაც შემთხვევით ყველაზე მთავარია, როგორც ქართველი პოლიტიკოსისთვის. ისეთი ძალები როგორიცაა ჩინეთი რომელიც ღიად ამბობს რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს რომელიც ჩვენ ვთხოვს რომ ერთი ჩინეთის პოლიტიკა ვაღიაროთ მაგრამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე არაფერს არ ამბობს ეს არ არის ეროვნული ტიპის საგარეო პოლიტიკური კურსი ხო ეს არ არის თანხმდროში ჩვენს როგორც ვთქვათ გენეტიკურ პოლიტიკურ დნმ-თან და ჩემთვის როგორც ქართველი პოლიტიკოსისთვის თავარი არის ჩემს ეროვნულ ინტერესებთან თანხმდროში ვინ იქნება ვინც არ იქნება მე არ ვეპარტნიორები მას საგარეო პოლიტიკაში. ხო მე მას მოვთხოვ ყოველთვის რაღაცის სანაცვლოდ, ხო quid pro quo. და აგერ ესენი ჩავიდნენ და მოუწერეს ხელი ჯოჯოხეთურ დოკუმენტზე, წარმოიდგინეთ, რომელშიც წერია რომ საქართველოს უნდა დააკოპიროს ჩინეთის ერთპარტიული პოლიტიკური გამოცდილება მაგალითად. წარმოიდგინეთ. ხო აი ეს სუბიკვი და გრიგოლ ახლა განათლებული კაცი ხარ. არ არის ჩინეთი ერთპარტიული. იქ 3-4 პარტია არსებობს მათ შორის. აგრარული პარტია არის, რა ვიცი, 18-20 მილიონია წევრი. აი ეს იდეა ერთპარტიულობის ამათ დემოკრატიის მოდელია მოიც. დიახ. აწყობთ ამათ, მაგრამ რა არის, იცით, რადგან ესე იგი თვითონ დაიწყეს უკვე ამათ დიალოგზე და დისკუსიებზე საუბარი, ხვდებიან რომ გაკოტრებულები არიან და მე პირადად ახლა კი 9 პარტია გაერთიანდა, მაგრამ თქვენს არანაკლები სერიოზული ძალა ხართ. მე პატიოსნად გეუბნები
3 თუ 4 წლის წინ წყალენჯიხის ეკლესიაში რაც მე ვნახე და რა ხარდაჭერაც იყო ლელოს იქაურობისა აი პატეოსთან გეუბნები აღფრთოვანებული ვარ სპორტული კლუბი შეუქმნეს ბავშვებს მთელი სამეგრელო და მე ის არის ორსანტიაში მთხოვეს ერთვარ რომ მიიღონო რა ჩვენი შვილიო იქაო და მეოთხარი პრობლემა არა სამარშრუტო არ დადისო იქაო ყველას ეიმედებით აი თქვენს ბაჭვებს გამოირჩევით ამითი ხალხში ყოფნით და ხალხისთვის შრომით გამოირჩევით მე არ მინახია რომ სხვა პარტიები ესე აქტიურობდნენ და ხარდაჭერას უცხადებდნენ სხვადასხვა პარტიებს თქვენ ძალიან ბევრი პატრის გცემდა მე სწორედ ეს მინდა ძალიან ბევრს ამისთვის რომ ნახეთ ძალიან რთულია ავტოკრატიის პირობებში ოპოზიციონერობა არის რთული გეთახმებით იმიტომ ძალიან რთულია რომ რეალურ პრობლემებზე იმუშაო მაშინ როდესაც პარტიას გიუქმებენ ჩვენი ორი ლიდერი და დამფუძნებელი უკვე მეოთხე სისხლის სამართლის დევნის საგანია. ნუ ეს ამა პათოლოგიური სიზუვირია თქვენერი პარტიების პრობლემებს. კი, მაგრამ ამის მიუხედავად ბატონო დავით ჩვენ ვაგრძელებთ, აი გუში ვიყავით ზუგდიდში, ქონდა ძალიან მაგარი შეხვედრა 4 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ქონდა ძალიან ესეთი ცოცხალი დისკუსია. მეგრელები არიან როგორც ყოველთვის დარასებული და ძალიან აქტიური სულისკვეთებით და განწყობით ჩვენ პრაქტიკულად კვირა არ გადის და ეხლა კიდევ უფრო გაინტენსიურდება რომ არ ვიყოთ ქვეყნის რომელიღაც წერტილში, რომელიღაც სოფელში ძალიან ხშირად არ ვაშუქებთ ამას, იმიტომ გაშუქებისთვის არ ვაკეთებთ, გვინდა რომ უბრალოდ კავშირში ვიყოთ, რომ ავტოკრატიული პოლიტიკის მიუხედავად არ დავკარგოთ ხალხთან კავშირი, იმიტომ რომ ეს უნდა ევანიშვილს. რომ ჩვენ ვილაპარაკოთ მარტო კონსტიტუციურ კრიზისზე ეს უნდა დიახ, მაგრამ ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ ამაზეც ვილაპარაკოთ და ამ კუთხით ცვლილებებსაც მივახციოთ და ამავე დროს შევძლოთ რომ იმუშაოთ იმ ყოველდღიურ საჭიროებებზე და პრობლემებზე, რაც უდგას ჩვენს საზოგადოებას და რაც ასევე არაფრით ნაკლები არ არის იმ სხვა ვთქვათ უფრო საგარეო პოლიტიკურ თუ გეოპოლიტიკურ თუ კონსტიტუციურ დილემებზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა პოლიტიკურმა გავამაკეთოს ეს, იმიტომ ჩვენი საზოგადოების გარეშე დემოკრატიული მანდატის და ჩართობის გარეშე ვერაფერს ვერ შევცვლით, რა თქმა უნდა. ამიტომაც პოლიტიკა უნდა იყოს ხალხის სამსახურში პირველ რიგში და მე მიხარია რომ თქვენ ამ კუთხით აღნიშნავთ ჩვენს ცდილობებს და ჩვენ ამას პირიქით გავაორმაგებთ და გავასამაგებთ. ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დიალოგს, მე მგონი ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც გვინდა ამ ქვეყანაში კონსტიტუციური მშვიდობა, ვისაც გვინდა რომ პოლიტიკა იყოს მოქცეული საპარლამენტო ჩარჩოში, ვისაც გვინდა რომ კანონებს წერდეთ, რეფორმებს ვატარებდეთ და რეალური ადამიანების ცხოვრებას ვაუმჯობესებდეთ. ეგ არის ჩვენი მიზანი, ხო ცხადია. და აი მაგისთვის ვიბრძვით ეს წელიწად ნახევარი რომ პოლიტიკა დავაბრუნოთ ადამიანების სამსახურში და მშვიდობიან ჩარჩოში. უბრალოდ დაგეთანხმებით, ამას შეიძლება გარკვეული ნაბიჯები რეჟიმის მხრიდან, ხო? აი ხო პოლიტპატიმრები რო ყავს დატყვევებული ოსის ბიჭები, ხო ვთქვათ და ანიჰილაციაზე, ანუ განადგურებაზე რო არის მომართული. ასეთ პირობებში დიალოგი ვერ გაიხარებს. მას არანაირი. აი მაიკვირს ისე თან დიალოგს ითხოვე და თან პოლიტპატიმრები ყავთ. აბსურდში ზიან და აი არაადეკვატურები არის. შეუძლია ნაბიჯები გადმოდგან და ჩვენთვის ზოგადად საინტერესოა, ხო, ნაბიჯების გადადგმა იმ კუთხით, რომ ამისთვის ვიბრძვით წელიწად ნახევარია, ხო, ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ თუ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, გეთანხმებით, ეს უკვე სხვა რეალობაში გადაიყვანს თვისებრივად პროცესს, ცხადია, დაახლოების კუთხით, მაგრამ ეხლა, როდესაც თავში გირტყამენ, გაუქმებენ, გდებნიან, არაფრად გაღიარებენ, არ უნდა აღიარონ, რომ მათივე არჩევნებითაც კი ამ ოპოზიციას აქვს 900.000-მდე ხმა მიღებული, მათივე არჩევნებითაც კი არ ვახსენებ რეალურ არჩევნებს, ხო? ეხლა, როდესაც 900.000 ადამიანის არჩეულ პარტიებს აუქმებ, წარმოიდგინეთ, დებატში არ ეძახი, გინდა რომ თვალი დახუჭო რომ ისინი არ არსებობენ, ეგ ვიღაცას დასვამს სხვას რომ რაღაც ფასადი შექმნა რომ ამად გარეშეც არსებობს პოლიტიკა. ეს ახლა არ არის ნორმალური სიტუაცია, ხო? 900.000 ქართველი ცოცხალი ადამიანი დღეს, რომელიც ირჩევს ამ ძალებს, არის ძალიან დიდი ძალა, თვითონ ხო ძალიან დიდი ენერგია და ამიტომაც თუ ნაბიჯები გადაიდგება, მე მისასალმებელი პროცესი მგონია. ამისთვის ვიბრძვით რომ დავასტაბილუროთ სიტუაცია, იმიტომ რომ ნახეთ დღის ბოლოს არავის ინტერესებში არ არის ეს პოლიტიკური კრიზისი, ყველას არალდებით. ქოციც, ნაციც, ლელოც და ყველა ქართველი, ყველა მოქალაქეებს არალდებით ამ კრიზისს და ჩვენ
ჩვენი მხრივ ლელოს გვინდა რომ გადავდგათ შესაბამისი ტიპის ნაბიჯები და შეგვეძლოს რომ მივაქციოთ უფრო სხვა ტიპის პროცესს, რომელშიც ეროვნული ინტერესები არ დაზიანდება იმ ძალიან მძიმე ვითარებაში, მით უმეტეს. მაგრამ ამას ჭირდება რეჟიმის მხრიდან შესაბამისი ქმედებები. არის ახლა მართლა ისეთი რყევები დაიწყო და აშკარად გაკოტრებულები არიან და აი გამოსავალს ეძებენ და რაღაცა მე არ ვიცი ახლა ხუხაშვილმა გუშინ წინ ისაუბრა და მე მგონი საკმაოდ დაკვირვებული კაცი არის და როგორც ჩანს დიდ ლაფატყაზე ზის ისა კგბ-ის დირექტორის და ეგრეთ წოდებული პრემიერის მაგრამ ბიზნეს ვერ გაკაჩავს ახლა მართვას პროცესებისას რომ აი მშვიდობიანად მიიყვანონ ახალ არჩევნებზე ამბობენ რომ რა ვიცი 6 თვე უნდაო მინიმუმაო თუ რაღაც ამდაგვარი და ოქტომბრისთვის უნდათ რაღაც არჩევნები მე ცოტა ვეჭვობ რომ აი თუ კი ეს ნაბიჯი გადაიდგა რომ ბიზნა გახდეს პრემიერ-მინისტრი თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით და 4 წუთში უნდა დავასრულოთ საუბარი ახლა ივანიშვილს თუ პრაგმატული გონი საერთოდ შერშა და ის ზოგადად მაგით იყო ხო ზოგადად კი გამოირჩეოდა კი გადარჩენის ინსტინქტი ჰქონდა ხოლმე მას უნდა ესმოდეს მადნა ვაბადეთ ქართული ოცნების რეჟიმმა ქვეყანა შეიყვანა ისეთი ტიპის შიხში და პოლიტიკური ვითარებაც ისეთი ტიპის შიხში რომელშიც მდგომარეობა უბრალოდ ყველას ანალდება რომელშიც ის ვერ გადარჩება ივანიშვილს გააჩნია რაიმე ილუზია რომ ამ ტიპის პოლიტიკის პირობებში ის გადარჩება რაიმე ილუზია რომ მას აქვს საკონტროლო პაკეტი ასე ვთქვათ და მაინც გავა ფონს ის უბრალოდ ცდება უფასოდ გურშევ ის ცდება თან ძალიან წარედ ცდება ამ ტიპის ამ ვითარებაში, აი როცა არის უკვე სისტემური ჩიხი, ის ვერ შეძლებს გადარჩენას და ვერ შეძლებს ნავიგაციას, ამიტომ მას უნდა ესმოდეს, რომ დემოკრატიული არჩევნების გზის გახსნის გარეშე, პოლიტიკური ნაბიჯების გარეშე, შემოქმედი ნაბიჯების გარეშე, იმ მოთხოვნების პასუხად, რაც გააჩნია საქართველოს დემოკრატიულ ძალებს, ის ვერ შეძლებს მშვიდობიანად გაგრძელებას, ის როგორც მას სურს და მას უნდა ესმოდეს, როდესაც ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის შენ წინააღმდეგ. როცა არც ერთი პარტნიორი არ გყავს და როცა ის ერთადერთი მხარე, რომელიც აირჩია პარტნიორად, ყველა პარტნიორს გზაში ტოვებს, იმ მხარემ მიატოვა სომხეთი, აზერბაიჯანთან ომის დროს, მიატოვა ვენესუელა, ამერიკის პირისპირ და ახლა ირანი, ამერიკის და ისრაელის პირისპირ. ეგეთი მხარე აირჩია ივანიშვილმა, მან დაუშვა შესწომა. უკრაინის ომმა ივანიშვილს დააშორა ფატალური შესწომა. ღარიბაშვილმა რასისტული თქვა იმ დღეს თუ გახსოვს შენ არ ვიცი. საშინელება თქვა ღარიბაშვილმა დამთავრდება მალევე, ესე იგი შეჭამენონ. არ აყავთ მაგათ პოლიტიკოსები, არც საერთაშორისო ანალიზის ნიჭი გააჩნიათ, რომ მართლა გაკოტრებულია პუტინი. აი მართლა გეუბნები, ახლა ორი კანდიდატი ყავს. ეს კვირაში დაეცებოდა კიევი. აი ეს არის მარტივი ფატალური შესწომა. აბსოლუტურად და ჩვენ ვხედავთ 3 წლის თავზე, რომ რუსეთი ფართხალებს და თითო სოფლის აღებაზე უბრალოდ თუ გაეცემა უკვე ლაფატყალებს. აი რუსეთი არჩია ივანიშვილმა.